ნალექიანი ყავა თუ გიყვართ და თუ მწეველიც ხართ, მაშინ ეს ვიდეო თქვენთვის არის. მე ვარ ქეთი სტომატოლოგი და უნდა გირჩიო პირიზღვის საშუალებები, რომლებიც ასეთ დროს უნდა გამოიყენო. ყველამ ვიცით, რომ მწეველობა და ნალექიანი ყავა იწვევს უფრო მეტი ნადების დაგროვებას. შესაბამისად, მინდა გირჩიოთ ასეთ დროს კურასეპტის ბრენდის კბილის პასტა, სავლები და შესაბამისი კბილის ჯაგრისი. ოღონდ, მინდა რომ იმედები გაგიცრუოთ ჯერ და გითხრათ, რომ არ არსებობს მათეთრებელი კბილის პასტა, რომელიც თქვენს კბილის ტონს ათეთრებს. მათეთრებელი აწერია იმიტომ, რომ უმკლავდება აი ამ ნალექიანი ყავით და მწეველობით დაგროვებულ ნალექს ძალიან ეფექტურად და თქვენს კბილებს უბრუნებს თავის პირვანდელ ელფერს. ასევე ყურადღება მინდა გავამახვილო ამავე ხაზის კბილის ჯაგრისზე, კურასეპტის ბრენდის. ყურადღება მიაქციეთ ჯაგრისის თავს და ცენტრში განლაგებულ თეთრ ჯაგრულებს, რომელიც შეიცავს კალციუმის კარბონატს, რაც ხელს უწყობს აი ამ ყავის ნალექის და მწეველობით დაგროვებულ ნადების მარტივად მოშორებას. თან ნახეთ, როგორც ვამბობ ხოლმე, პატარა სამუშაო ნაწილი იმისთვის, რომ მიუწვდომელ ადგილებს ადვილად მივწვდეთ. აქვე არის ამავე ხაზის მათეთრებელი სავლები, რომელიც კბილების გამოხეხვის შემდეგ შეგიძლიათ გამოიყენოთ. 1 წუთის განმავლობაში 20 მლ უნდა გამოივლოთ და გამოვლების შემდეგ 9 საათის განმავლობაში კვება, წყლის დალევა და მოწევა არ არის რეკომენდირებული. კურასეპტის მათეთრებელი ხაზის პასტის, სავლების და ჯაგრისის შეძენას შეძლებთ PSP-ს სააფთიაქო ქსელში. და გახსოვდეთ, მე არასდროს გირჩევთ ისეთ პროდუქტს, რომელსაც არ გამოვიყენებდი მე თვითონ.